ონკოპაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა უკეთესი სამედიცინო სერვისების მიღებისა და ბიუროკრატიული პროცედურების შემცირების მოთხოვნით 8 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ამბობენ, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეებზე, რაც დაბალი დონის სამედიცინო მომსახურებასა და მიზერულ დაფინანსებაში გამოიხატება. ეს კი ზრდის პაციენტთა სიკვდილის რისკებს. მათივე თქმით, დეფიციტურია მედიკამენტებიც. სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ თანამედროვე სამედიცინო მიღწევები სწრაფად დაინერგოს სიმსივნით დაავადებული საქართველოს მოქალაქეს მკურნალობის პროცესში. ამ და სხვა პრობლემების გადასაჭრელად ონკოპაციენტები და ამ საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაცია მინისტრთან საგანგებო შეხვედრასაც ითხოვენ. ჩვენ ვართ ონკოპაციენტები, რომლებსაც სჭირდება დროული მკურნალობა, დაფინანსება არის უდიდესი პრობლემა, გადაღებები არ გვაქვს უფასო, გაძლევენ ერთ ფურცელს, გეუბნევიან აქ მიდი, მერე იქ მიდიხარ, იქ გალოდინებენ, მერე აქ არ უნდა მოსულიყავი, იქ უნდა წახვიდე, იქ მიდიხარ, კიდეთ გახარ, ამასობაში დროს კარგავ. ისედაც რას გვიფინანსებენ და ისიც რომ მიწელება, არ შეიძლება მსგავსი რამ. საჯარო პირი, რომელიც აქ ბრძანდება და აზიარა ონკოპაციენტს, რა ტკივილი აქვს, რა განცდა აქვს და ის გვიწყვიტავს, რაზე უნდა დაგვაფინანსო და რაზე არა. ამით რა უნდა გვეშველოს? რატო უნდა ვიყო ჩემ ქვეყანას მოწყვეტილი, ჩემ მშობლებს, ჩემ დათუნიასთან ერთად დავდივარ, იქაც რომ ხარჯია და ვერავინ რო ვერ მომყვება. ერთი წელია ჩვენ შეხვედრები გქონდა მინისტრებთან და ისინი დაგვიკვირდნენ, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, მაგრამ შარშან 9 აპრილის შემდეგ ჩვენ შეხვედრა არ გქონია და კომუნიკაცია არ გქონია სამინისტროსგან და არც არაფერი არ გამოსწორდა ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ერთი წელი ონკოპაციენტებისთვის ძალიან ბევრია და ვითხოვთ ინოვაციური მედიკამენტების დამატებას, ვითხოვთ კვლევების დამატებას, რომელიც აუცილებელი არის პაციენტის სიცოცხლისთვის, ასევე ვითხოვთ ჰოსპისების გამართვას და პალიატიური მზრუნველობის უზრუნველყოფას და სოციალურ დახმარებაზე ასევე პრობლემა ექნებათ პაციენტებს, ონკოპაციენტებს, ეს ეხება პენსიის დანიშვნას და ესეც არ უნდა იყოს პრობლემა და რა თქმა უნდა სამინისტრომ ესეც უნდა გამოასწოროს. და ჩვენ გვჭირდება ქმედებები, დაპირებები არ შველის ონკოპაციენტებს. იმავე დღესვე ონკოპაციენტების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა პროტესტის ადრესატი, ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ აქციის მონაწილეებს მასთან შეხვედრა პროტესტის გამართვის გარეშეც შეეძლოთ და ეჭვი გამოთქვა, რომ ეს აქცია პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იყო ორგანიზებული. მისივე განცხადებით, სახელმწიფომ ონკოპაციენტების მკურნალობაზე ხარჯები გაზარდა და ამ მხრივ წინა წლებთან შედარებით უკეთესობაა. თუმცა, რამდენად ეფექტურად ხდება ამ თანხების განკარგვა და კონკრეტულად რას ხმარდება ბიუჯეტი, ამაზე მინისტრს დეტალურად არაფერი უთქვამს. შეხვედრა არც არასდროს არც პრობლემაა და არც თვითმიზანი გახლავთ. არ შეიძლება ეს პოლიტიკური საჯილდაო ქვად იქცეს, ასე ვთქვათ, შეხვედრა ან არ შეხვედრა. არ მგონია, რომ ერთი ონკოლოგია ის თემაა, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთფობის მცდელობები უნდა აფიქსირონ. ეს ძალიან ცუდი საქმეა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. მე მგონია, რომ ამ კუთხით რიცხვები მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ თუ კი რამდენიმე წლის წინ 50 მილიონს არაჭარბებდა ონკოპაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, დღეისთვის ეს თითქმის 300 მილიონს უტოლდება. არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ქონიათ და არ ვიცი რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მათ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის. ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისა და გადასაწყვეტის საკითხების შესახებ აქციის მონაწილეებმა უწყებაში შესაბამისი განცხადება შეიტანეს. შესრულება თუ არა მათი მოთხოვნები, ეს ჯერ უცნობია. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.